მოგესალმებით. დღეს მოდით ვისაუბროთ Windows Server 2016-ის ერთ-ერთ ძალიან მაგარ, მაგრამ ხშირად რატომღაც მივიწყებულ ფუნქციაზე, ეს არის IP მისამართების მართვა, ანუ მოკლედ IPAM-ი. ვნახოთ, როგორ შეუძლია ამ ხელსაწყოს თქვენი ქსელის მართვა თავდაყირა დააყენოს, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. აი, გულახდილად მითხარით. ისევე Excel-ის ფაილში ნახავთ თქვენი ქსელის IP მისამართებს, თუ კი მაშინ ზუსტად გეცოდინებათ, რა საშინელ თავის ტკივილთანაა ეს დაკავშირებული. დუბლირებული IP-ები, ძველი ინფორმაცია, უსაფრთხოების ყვრელები, მოკლედ სრული ქაოსია. მგონი დროა ამ პრაქტიკას ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ. მაშასე, დღეს რას გავივლით? ჯერ ვნახოთ ზოგადად რა პრობლემას გვარებს IPM-ი. მერე, როგორ მუშაობს ის, როგორც თქვენი ქსელის, ასე ვთქვათ, მართვის ცენტრი. შემდეგ გადავალთ დანერგვის საკითხებზე, ვნახავთ, როგორ ამარტივებს DNS-ისა და DHCP-ის მართვას. და ბოლოს, რა თქმა უნდა, შევეხებით უსაფრთხოებას და აუდიტს. კარგი, მოდით დავიწყოთ იმ ქაოსით, რომელიც წეღან ვახსენე. მოდით ჩავუღურმავდეთ, რა არის ის ფუნდამენტური პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც ფაქტობრივად IPAM-ი შეიქმნა. აი, წარმოიდგინეთ სიტუაცია. გაქვთ ათობით DHCP და DNS-ის სერვერი, თან სხვადასხვა ფილიალში ან შენობაში. თითოეულთან ცალ-ცალკე დაკავშირება, პარამეტრების შეცვლა, მონიტორინგი, ხომ ხდებით, რამხელა დრო და ენერგია მიაქვს. ასეთი დანაწევრებული მიდგომა უბრალოდ იდეალური გარემოა შეცდომებისთვის და შეუძლებელს ხდის, რომ ქსელის ერთიანი სურათი დაინახო. და აი, სწორედ აქ შემოდის IPM-ი, რომელიც ამ მთელ ქაოსს, მოკლედ, წესრიგში მოიყვანს. ეს შედარება მართლა ძალიან მომწონს. წარმოიწყინეთ საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკი, რომელიც ხედავს აბსოლუტურად ყველა თვითმფრინავს, მათ ქურს, სიმაღლეს. IPM-იც ზუსტად ასეა. გაძლევთ საშუალებას ერთი პანელიდან დაინახოთ და მართოთ თქვენი ქსელის ყველა IP მისამართი, DHCP-ის დიაპაზონები და DNS ზონები. ყველაფერი ერთ სივრცეშია. მოდით, ერთი წამით მის სტრუქტურასაც შევხედოთ. აი, როგორც აქ ვხედავთ, IPAM სერვერი არის ცენტრი, გული ამ სისტემის, რომელიც აკავშირებს ყველა დანარჩენ სერვერს, DNS, DHCP-ს, ქსელური პოლიტიკის სერვერებს, ანუ NPS-ებს და დომენ კონტროლერებსაც კი. ადმინისტრატორები კი, ანუ ჩვენ, ვმუშაობთ IPAM კლიენტით და ყველაფერს ერთიან ინტერფეისში ვხედავთ. ანუ, რა ხდება? IPAM სერვერი გამუდმებით აგროვებს მონაცემებს თქვენი ქსელიდან, ინახავს ამ ყველაფერს ცენტრალურ ბაზაში და გამუდმებით აახლებს. მაგრამ იცით აქ რა არის ყველაზე მთავარი? როლებზე დაფუძნებული წვდომის კონტროლი. ეს იმის გარანტია, რომ თქვათ უმცროსი ადმინისტრატორი შემთხვევით ვერ წაშლის რამე კრიტიკულად მნიშვნელოვანის. კარგი, საკმარისია თეორია. მოდით გადავიდეთ პრაქტიკაზე. როდესაც IPM-ის დაყენებას გადაწყვეტთ, თავიდანვე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გექნებათ მისაღები. პირველი რაც უნდა აირჩიოთ, მონაცემთა ბაზაა. თუ არც ისე დიდი ორგანიზაცია გაქვთ, Windows-ის შიდა ბაზა, ანუ WID, სრულიად საკმარისია და ზედმეტ თავის კივილს აგარიდებთ. მაგრამ თუ მართლა უზარმაზარ ინფრასტრუქტურას მართავთ, მაშინ უკვე Microsoft SQL სერვერზე უნდა იფიქროთ. ის ბევრად მძლავრია და უკეთეს წარმადობას მოგცემთ. და აი, ზუსტად ასე გამოიყურება ეს პროცესი ინსტალაციისას. IPM-ის ოსტატი პირდაპირ გეკითხებათ, VID თუ SQL. მარტივი არჩევანია, რომელიც პირდაპირ თქვენი ქსელის ზომაზეა დამოკიდებული. შემდეგი საკვანძო გადაწყვეტილება, როგორ დავაკონფიგუროთ მართული სერვერები, ხელით თუ ჯგუფური პოლიტიკით. თუ სულ 2-3 სერვერი გაქვთ, ხელით კონფიგურაცია პრობლემა არაა. მაგრამ როცა საქმე ათობით ან თუნდაც 100-ობით სერვერს ეხება, ჯგუფური პოლიტიკა, ანუ GPO, უბრალოდ ღვთისმსაჩუქარია. წარმოუდგენელ დროს დაზოგავთ და რაც თავარია, შეცდომებს აირიდებთ თავიდან. აი, როგორც ხედავთ, ამასაც ინსტალაციის ოსტატშივე გეკითხებიან. დაიცით რა არის ყველაზე მაგარი. თუ GPO-ს აირჩევთ, IPM-ი ავტომატურად შექმნის ყველა საჭირო პოლიტიკას. ეს პოლიტიკები კი მართულ სერვერებს მისცემს IPM-თან კომუნიკაციისთვის საჭირო ყველა უფლებას. აი, ეს არის ავტომატიზაცია. კარგი, ახლა გადავიდეთ ყველაზე გემრიელ ნაწილზე. ვნახოთ, რეალურად რისი გაკეთება შეგვიძლია IPAM-ით ყოველდღიურ მუშაობაში. აი, ესეც ასე. ეს არის IPAM-ის გული და სული. ერთი კონსოლი, საიდანაც ხედავთ თქვენს ყველა DHCP და DNS სერვერს, მათ სტატუსს, მისამართებს ყველაფერს. და გავიწყდეთ ათობით სხვადასხვა ფანჯარაში სირბილი. ყველაფერი ერთ ეკრანზეა თავმოყრილი. აი, წარმოიდგინეთ, ახალი პრინტერისთვის გინდათ მუდმივი IP მისამართის მიცემა. იმის მაგივრად, რომ ეძებოთ რომელ DHCP სერვერზე უნდა შეხვიდეთ, პირდაპირ IPM-ში ქნით რეზერვაციას და მორჩა.
იგივე ეხება დიაპაზონების შეცვლას, ახლის დამატებას, ან თუნდაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი failover-ის დაყენებას. ყველაფერს ერთი წერტილიდან აკეთებთ. და რა თქმა უნდა, DNS-ის შემთხვევაში ზუსტად იგივე სიმართივე გვაქვს. თქვათ დაამატეთ ახალი ვებ სერვერი. IP-მიდანვე შეგიძლიათ პირდაპირ შექმნათ შესაბამისი A ჩანაწერი სწორ ზონაში, ისე რომ საერთოდ არ დაგჭირდეთ კონკრეტულ DNS სერვერზე შესვლა. ეს საოცრად აჩქარებს და ამართივებს ყოველდღიურ რუტინას. მაგრამ IP-მი მხოლოდ მართვის გამართივება არ არის, ის გაცილებით მეტია. ის გვთავაზობს ძალიან მძლავრ ინსტრუმენტებს უსაფრთხოებისა და კონტროლისთვის. RBAC, ანუ როლებზე დაფუძნებული წვდომის კონტროლი, კონცეფცია ძალიან მარტივია, მაგრამ გენიალური. იმის მაგივრად, რომ ყველას სრული ადმინისტრატორის უფლებები მისცეთ, რაც ძალიან სარისკოა, შეგიძლიათ შექმნათ კონკრეტული როლები. მაგალითად, ერთ თანამშრომელს ჰქონდეს მხოლოდ DNS ჩანაწერების შეცვლის უფლება. მეორეს კი მხოლოდ DHCP რეზერვაციების დამატების. მეტის არაფრის. აი თუნდაც რამდენიმე ჩაშენებული როლის მაგალითი. დააკვირდით, რა დეტალურია. IP-მ DHCP Reservations Administrators შეუძლია მხოლოდ რეზერვაციები მართოს, ვერც დიაპაზონს შეცვლის, ვერც სერვერს გამორთავს. ეს არის ზუსტად უსაფრთხო დელეგირება და ადამიანური შეცდომის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფუნქცია – აუდიტი. როდესაც Excel-ში რაღაც ფუჭდება, პირველი კითხვა ყოველთვის ეს არის: ვინ შეცვალა რამე? IP-მს ამ კითხვაზე ყოველთვის აქვს ზუსტი პასუხი. ეს სურათი ამას იდეალურად გვიჩვენებს. შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტული IP მისამართი და ნახოთ, რომელმა მომხმარებელმა, რომელი კომპიუტერიდან და ზუსტად როდის მიიღო ეს მისამართი. ეს უბრალოდ ფასდაუდებელი ინფორმაცია, როცა პრობლემას ეძებ, უსაფრთხოების ინციდენტს იძიებ, ან უბრალოდ ანგარიშს აბარებ. ასე რომ, თუ შევაჯამებთ, მთავარი იდეა ეს არის: IP-მი არ არის უბრალოდ ერთი პროგრამა. ეს არის მთლიანი სტრატეგია, რომელიც თქვენს ქაოსურ, აქეთ-იქით მიმოფანტულ ქსელურ სერვისებს აქცევს ერთიან, მოწესრიგებულ, კონტროლირებად და რაც მთავარია, გამჭვირვალე სისტემად. ხო და დაფიქრდით, თქვენი ქსელი ხომ თქვენი ბიზნესის ხერხემალია. ხომ არ იმსახურებს ის საკუთარ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რომელიც მას მოწესრიგებულად და უსაფრთხოდ ამუშავებს. IP-მი კი სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევთ. მადლობა ყურადღებისთვის.